მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ვახოსანაირას ამბებს დღის 2 საათზე. გადაცემას ვიწყებთ საფრანგეთში მომხდარი ამბებით. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მსხვერპლით დასრულდა საფრანგეთში. დანით შეიარაღებული ორი მამაკაცი სენ ეტიენ დიუ რუვრეს ეკლესიაში შეიჭრა და იქ მყოფი მღვდელი მორწმუნეებსა და მონაზვნებთან ერთად მძევლად აიყვანა. ერთ-ერთმა მონაზონმა გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. ტაძარი სპეცრაზმა ალყაში მოაქცია, თვითმხილველებმა რამდენიმე გასროლის ხმაც გაიგონეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ორივე თავდამსხმელი მოკლულია. დაუზუსტებელი ცნობით გარდაცვლილია მღვდელიც, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, მას თავდამსხმელებმა ყელი გამოჭრეს. დანით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაყვანილია ერთი მძევალიც. საფრანგეთს ჩვენ გამოშვების მსვლელობისას კვლავ შევეხებით, როგორც კი ახალი ინფორმაცია გვექნება, მანამდე კი საქართველოს რამდენიმე წუთში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი დაიწყება. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის გამოსვლას დაწყებისთანავე ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ მთავარი თემა. სავარაუდოდ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელი განცხადება იქნება. პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ გაკვირვებია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, რადგან ზეწოლის მცდელობა მისი ოჯახის წევრზეც იყო. როგორც პრეზიდენტი ამბობს, პრეზიდენტის სკანდალური განცხადება მეორე დღეა. მთავარი საკითხია, რას ნიშნავს მარგველაშვილის მიერ ნახსენები საშიში ტენდენცია, როცა პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ არაფორმალური კავშირები სამართალდამცავებთან ან სხვა ტიპის სტრუქტურებთან და ეს ტენდენცია მოხმარებულია პოლიტიკური მიზნებისთვის. არაფორმალური კავშირები ერთ-ერთი მთავარი გზავნილი პრეზიდენტის სიტყვებში. პრეზიდენტი აქცენტირებულად ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრს ამ საშიშ ტენდენციასთან არაფერი აქვს საერთო. მართლაც საინტერესო ვითარებას ვიღებთ, როცა პრეზიდენტის ინფორმაციით არსებობს არაფორმალური კავშირები სამართალდამცავებთან და პრემიერი აქ არაფერ შუაშია. პრეზიდენტის განცხადებას ემატება ისიც, რომ პარალელურად სულ უფრო სკანდალურ სახეს იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს თემას, რომლის თავმჯდომარე მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ ლაპარაკობს. ორივე ამ ამბავზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. სწორედ ამ თემებზე გვექნება დისკუსია სტუმრებთან ერთად სტუდიაში, მანამდე კი მოვისმინოთ შეფასებები, თავდაპირველად კომენტარები მართველი გუნდიდან. ფარების გაზიარებასავით გამოვიდა, რომ თქვენ კი ბატონო თქვენს შანტაჟი და ისეთ რა ჩემზეც არის ესეთი ერთი თვის წინ ფაქტი მოხდა, ეს ოჯახთან დაახლოებული პიროვნება თურმე გაჩხრიკეს. პროკურატურასთან კომუნიკაცია სამწუხაროდ არ ქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში პროკურატურა მოიპოვებს ყველა მტკიცებულებას, თუ კი რაიმე არსებობს ამ საქმეზე და დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი გაეცემა ყველა კითხვას. შესაბამისად, ყველა იმ პირმა, ვისაც შეიძლება აქვს რაიმე ინფორმაცია, უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან და მიაწოდოს შესაბამისი სამხილები თუ სხვა გარემოებები, მათ შორის მოსამართლეებმა და მათ შორის პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. მოთმინებით ველოდები პროკურატურაში გამოძიების დასრულებას ერთის მხრივ მუქარებზე, რომელსაც ჩვენ თვეების განმავლობაში ვისმენდით სხვადასხვა ფორმით, ხან ვიდეოგრაფიკის სახით და ხან სხვა ფორმით და მეორე მხრივ გავრცელულ ვიდეო მასალაზე, რომელიც გავრცელდა. ახლა კი ოპოზიციის შეფასებები, საიდანაც უმძიმესი კომენტარები ისმის სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობასთან დაკავშირებით, არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. ვიდრე პრეზიდენტმა არ გაკეთა გუშინეს განცხადება, მანამდე არც პროკურატურას გაუკეთებია განცხადება, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუკეთებია განცხადება და ასე შემდეგ. ეს არის საგანგაშო სიგნალი მთელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ხელისუფლებაში არიან ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, რომ პროცესები წაიყვანონ ისე, როგორც მათ უშუალო ინტერესებს მოემსახურებიან. პრეზიდენტის განცხადება იყო საგანგაშო ჩვენი საზოგადოებისთვის და მართლა სკანდალური. ამასთან დაკავშირებით სრულიად არაადეკვატური განცხადებები ჰქონდათ მთავრობის და უმრავლესობის წევრებს და იყო სამარცხვინო განცხადებები. პროკურატურის განცხადება რეალურად ადასტურებს პრეზიდენტის განცხადებას, რომ მის ოჯახის წევრებზე რეალურად არის ზეწოლა. პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს შეფასებები მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისგან, ასევე სახალხო დამცველისგან. ექსპერტებმაც გააკეთეს კომენტარები. Დარდებები იყო საკმაოდ სერიოზული, ამიტომ აუცილებელია ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.
გასაგებია რომ შეიძლება გასახდით სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა მე არ ვიცი პრეზიდენტი გულისხმობდა ამ კონკრეტული ცდებს თუ სხვა გარემოებებს, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფოს პირველი პირი ასეთ ბრალდებებს აყენებს, აუცილებელია გამოძიების ჩატარება დაუყოვნებლივ. სასამართლო მნიშვნელოვანი საქმეები უნდა განიხილოს ყოველგვარი ზეწოლისა და პოლიტიკური კონტროლის გარეშე. აშკარაა, რომ ეს ბრალდებები ნამდვილად იძლევა წუხილის საფუძველს. მე პირადად მოუწოდებ პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს, რომ ამ ბრალდებებს სერიოზულად მიუდგნენ. რომელიც ყველას და ყველაფრის გარეთ დგას, კონსტიტუციაზე მაღლა დგას და სახელმწიფოს მეთაურზე მაღლა დგას, მაშინ ეს არის ჯგუფი, რომლის განეიტრალებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოდის, რომ ძალაუფლებას ახორციელებს არა პრეზიდენტი და არჩეული ხელისუფლება, არამედ ვიღაც ტიპები მაპატიეთან გამოთქვაზე, რომლის არც სახელი ვიცით, არც გვარი, არც ის ვიცით, რა საკეთებენ და რატომ აკეთებენ. როდესაც ისეთ განცხადებას აკეთებ, რაც გაკეთდა ამ დღეებში, ხო? მე ორი ვარიანტია. ან იწყებ დიდ სამოქალაქო მოძრაობას, ან მიდიხარ. თუ ხედავს, რომ ამ კონსტიტუციურ უფლებებს ის ვერ ახორციელებს, მაშინ ის უნდა გადადგეს. პრემიერი არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. ყველა ძალოვანი სტრუქტურა და მთელი მთავრობა ემორჩილება მას. მას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გაათავისუფლოს ნებისმიერი მინისტრი ან თანამდებობის პირი. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, რომ პრემიერი რაოდენ სიმპათიურიც არ უნდა იყოს, მათ შორის ჩემთვის ვერ მართავს სიტუაციას ვერც პარტიაში და ვერც მთავრობაში. დღეს უკვე ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რომ პრემიერმა განაცხადა რაღაც, კარგი იდეა ისროლა შეიძლება, მაგრამ ეს იყო მხოლოდ იდეა და იმის უკან რეალური ძალაუფლება, რეალური გადაწყვეტილების მიღები არ ჭამს. მაშასე ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში საქართველოს პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები იქნება ჩვენი განხილვის მთავარი თემა. ნუკრი კანთარია ქართული ოცნებიდან და ლევან სამუშია თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონ ნუკრი, საშიში ტენდენცია, როცა პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ არაფორმალური კავშირი სამართალდამცველებთან. აი ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, აი ჩვენ ექსპერტების შეფასებაც მოვისმინეთ, რომ პრემიერი რაღაც კარგი იდეებს ამბობს, მაგრამ რეალური ძალაუფლება არის სხვის ხელში. რა განცხადებას გააკეთებთ თქვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმები და მივესალმები ჩვენ მაყურებელს და სანამ ამაზე გაგცემთ პასუხს, მინდა რომ სამ თანაგრძნობა გამოუცხადოს საფრანგეთის მთავრობას, საფრანგეთის მოსახლეობას, სამწუხაროდ უკვე ტრადიციად იქცა, ფაქტობრივად ყოველ კვირა ჩვენ გვიწევს ასეთი სამძიმარის გამოცხადება ხოლმე სხვადასხვა ქვეყანასთან და საქართველოს სწორედ რაღაც მშვიდობის ოაზისია აი ამ ალმოდებულ სწორედ რკალში. რაც შეეხება ახლა ამ გუშინდელ განცხადებებს, ძალიან სამწუხაროა თავისთავად, როდესაც ცოტა დასაფიქრებელი კი არა, საკმაოდ დასაფიქრებელია, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გამოდის და ამბობს ძალიან ბუნდოვნად, ძალიან ზოგადად, რომ ის მოსამართლეებზე არის ზეწოლა, მაგრამ არ ამბობს რა სახის ზეწოლა პროკურატურაში. არ მიდის და ამბობს, რომ მე არ ვაპირებ მისვლას, თუმცა ახლა დღეს უთქვავს, რომ მივალო. ხდება პრეზიდენტი. შემდეგ პრეზიდენტი გამოდის და მე მეგონა, რომ პრეზიდენტი იტყოდა, რომ აი კანონი ყველასთვის ერთია და აი ჩემი ოჯახის წევრიც კი გააჩერეს და დაკითხეს თუ გაჩხრიკეს და მე არ აღმოჩნდა არაფერი და გამოუშვეს და ამ შემთხვევაში პირიქით ამბობს პრეზიდენტი, რას ამბობ კაცო, შენ კი არა, აგერ მე ეს ამაკ ფაქტურად ჟარგონით რო თქვა, გადაუჯოგრა ჩემი ოჯახის წევრზე ხდება ზეწოლა. დღეს გამოდის პრეზიდენტი სწორედ ამბასადორიალში და ამბობს, რომ უნდა გაუფრთხილდეთ ქვეყნის იმიჯს და ახლა პირდაპირ უტყავს გუშინ ამ იმიჯს. ერთი თვის წინ თურმე გაუჩერებიათ და მე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა ეს განცხადება. რას გავს ახლა ეს ყველაფერი და მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ რაღაც ბადე იქსოვება. იქსოვება სერიოზული ბადე და ამ ქსოვაში შეიძლება, არ ვიცი როგორ ნებით უნებლიეთ, არ მინდა დავიჯერო, რომ გამგებ პრეზიდენტი სამქსოვაში იღებს მონაწილეობას. გიგა ბუკერიასთან დახურული შეხვედრა რა ქსოვაზე გაქვთ ლაპარაკი, სადაც მონაწილეობს პოლიტიკურ თამაში პრეზიდენტი. ბადე, რომელიც საბოლოოდ ალბათ ჩვენ ახლა არჩევნებია მოგეხსენებათ, არჩევნები
დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება გავა უმრავლესობით და აი ის სიგნალები, რაც მე სწორედ აქეთიკიდან გვესმის, რომ არ არის ეს ლეგიტიმაცია დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, აი რაღაც აქეთკენ მიდის სწორედ, რომ მე ვინმე გამოვიდეს, ასე არ ვიცი რომლები, მაგრამ ნუ ვიცით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დამოკიდებულება ყოფილ ხელისუფლებასთან, მისი ვალები ალბათ და შემდეგ ითქვას ეს და მიეცეთ საფუძველი გარკვეული მაიდნის თუ არეულობის ინსპირირებისა, მაგრამ ერთი რამე ავიწყდებათ, რომ გაცილებით ძლიერია დღეს ხელისუფლება და გაცილებით კი არა ძლიერია ქართველი ხალხი, რომელიც არავითარ არეულობას არ დაუშვებს, რადგან ეს იქნება ქვეყნის უბედურება. ანუ დავაზუსტოთ, თქვენ გულისხმობთ, რომ გიჩნდებათ ეჭვი, რომ ნაციონალური მოძრაობა პაპუაშვილი და გიორგი მარგველაშვილი, როგორც თქვენ თქვით, რაღაც ბადეს ხსოვენ და ნიადაგს ამზადებენ. ვინ აყვება ამას, როგორ აყვება, რა იქნება, ეს უკვე მათ პასუხისგებლობაზე და ღირსებაზე და ზნეობაზეა დამოკიდებული იმ პოლიტიკური ჯგუფების ალბათ, ხომ, რომელიც წვრილ-წვრილად არიან გარშემო და ხანდრას ამბობენ და აი ამ თემას ბუნებრივია ახლა ოპოზიციები ჩამოეკიდება, ოპოზიციური ჯგუფები უკვე ჩამოგიდებულებიც არიან, ამიტომ მგონია რომ ეს არ იყო ის განცხადება, რომელიც უნდა გააკეთოს ქვეყნის პრეზიდენტმა. რა მოხდა? ასე ჩემი ოჯახის წევრიც გააჩერეს ქუჩაში, დააკითხეს, უთხრეს სად მიდიხარ, როგორ მიდიხარ და გაუშვეს, ხომ? თუ ამას არ მოყვა რაღაცა გარკვეული კანონდარღვევა და თუ მოყვა ამას კანონდარღვევა, აი ლევანი არის აქ ახლა პროფესიონალი ამ საქმის, თუ მოყვა, შედალოცილო, ერთი თვე რას ინახავ ამ ამბავს, უშუალოდ საბჭოს ხდომა იყო, ის იყო რა, რატომ არ ატეხე, რომ ჩემი ოჯახის წევრი კი არა, მოქალაქე, რა შუაშია ოჯახის წევრი, მოქალაქე, საქართველოს მოქალაქე, რატომ თქვენ დააკავეთ და გაუკეთეთ ჭხრეკა ისე ჩაატარეთ მისახში ჭხრეკა, რომ არ ქონდათ ამისა, თუ ეს არის გასაგებია, კი ბატონო ნუკრი, მოდი კიდევ მოგცემ შესაძლებლობა. ძალიან ადვილია, მე მგონი, ძალიან ისეთი ანალიზის, ოდნავი ანალიზის უნარის მქონე ადამიანს კი დაინახავს, თუ რა გარკვეული ხდება სპეკულაცია. თქვენ ფიქრობთ, რომ ახალი კონფიგურაცია იქმნება და ამის ნიადაგი მზადდება? არ იქნება, არ ვიცი, მაგრამ ეს კი ფაქტია, რომ აქეთკენ ნაციონალურ მოძრაობას რო ახლა ოცნება აქ ის და ოცნება გადაქცეული და სიზმარში ელანდება არეულობა და ქართული მაიდანი, ახლა მაგას გასაგებია ბატონებან, აი თქვენ როგორი ანალიზი გაუკეთეთ პრეზიდენტის და პაპუაშვილის განცხადებებს და თქვენ რა დაინახეთ ამ განცხადებებში? მოგესალმებით. შეგვერთები ბატონ ნუკრის მიერ გამოთქმულ მწუხარებას საფრანგეთში მომხდარ მოვლენებთან, რაც ძალიან სამწუხაროა. ნუ რაც შეეხება ხა კონკრეტულ ფაქტებს, მე ვერ დავეთანხმები ბატონ ნუკრის ვერანაირად და რატომ მოგახსენებთ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით და სამართლებრივი ანალიზი შემიძლია გავაკეთო აღნიშნულთან დაკავშირებით. ჯერ ერთი როდესაც იერარქიაში ყველაზე მაღალი სასამართლოს თავმჯდომარე თელ ჩვენ ქვეყანაში, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას და საუბარი არის მოსამართლეებზე, იმავე სასამართლოს მოსამართლეებზე, ზეწოლაზე და საუბარია არა ზოგადად, ხო ჩვენ არ გვაქვს იმის განცდა, რომ კონკრეტულ რაღაც დეტალებს პირდაპირ ეთერში მოყვება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და საუბრობს კონკრეტულ ხერხებზე ზეწოლის. და უკვე 6 დღე იყო გასული, თითქმის ერთი კვირა და პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს. ეს არის პირველ რიგში საგანგაშო ფაქტი შემიძლია გითხრათ. ბატონი ნუკრი საუბრობს, რატომ არ მიდის, რატომ არ მიდიოდა აქამდე ბატონი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სამართლის თავმჯდომარე ბატონ შოთაძესთან. რაზე უნდა მისულიყო ბატონი ნუკრი? ყავაზე უნდა ესაუბრათ, თუ რაზე უნდა მისულიყო? უნდა მისულიყო სამხილებზე არ არის. სამხილებზე არ არის. აბა დადგეს და ბუნდოვნად ილაპარაკოს. არა, ბუნდოვნად დამოელაპარაკოს. ბატონ ნუკრი, დამაცადეთ და გეტყვით, აგიხსნით. სამართლებრივად აგიხსნით ბატონ ნუკრი. თუ შეიძლება დიახ სამართლებრივად თუ გამოძიება არ დაიწყო გააგებინეთ ადამიანურად რა სამართლებრივად თუ გამოძიება არ დაიწყო ბატონო თუ გამოძიება არ დაიწყო საქმეზე თუ გამოძიება არ დაიწყო საქმეზე ეს არის არაფორმალური შეხვედრა კანონის ენაზე ამას ესქვია გამოძიება უნდა დაიწყოს მყისიერად დავამთავროთ თუ შეიძლება გამოძიება უნდა დაიწყოს მყისიერად როდესაც დანაშაულის ნიშნები არსებობს მეტი დანაშაულის ნიშნები რა შეიძლება იყოს როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებს კონკრეტულ განცხადებას ახლა საუბარი არის იმაზე რომ ჩვენ არ ვენდობით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას და მისი განცხადება არის პოლიტიკურად მოტივირებული. მაშინ რა გავაკეთოთ? გავაუქმოთ საერთოდ პროკურატურა, ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლება, გავაკეთოთ განცხადება და ის უნდა დავიჯეროთ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, აქ არის სამართლებრივი აღქმა, მთავარი რომ გამოძიების დაწყება
დაჭირდა 6 დღე, 7 დღე, ერთი კვირა დაჭირდა პროკურატურას. სანამ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რიგმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, სანამ საზოგადოებამ არ გამოთქვა წუხილი, ამაზე გამოძიება არ დაიწყო. დღეს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება დაიწყეს, ადეკვატურია პაპუაშვილის გაკეთებული განცხადება, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში ის საუბრობს როგორც იურისტი ამ შემთხვევაში. გამოძიების დაწყების შემთხვევაში უნდა მივიდეს. მე რა ვარ პაპუაშვილის დამცველი. არა, დავამთავრე. მომეცი თქვა, აი ერთი წუთი ბოდის ვიხდი. აი მივცეთ შესაძლებლობა ერთმანეთს და გამოხიდა თქვა, რომ იცით რა, ჩემ მეზობლებზე რაღაცა არ თქვა, რომელ მეზობლებზე ეწოლა მიმდინარეობს, მაგრამ აი რომელ მეზობელზე მაგას მე თქვენ გამოიძიეთ, აი ჩემ კორპუსში, ჩემ უბანში ეს ეხლა ნორმალური ეგ არ არის, ეს არის ინტერპრეტაცია პირდაპირ. ერთი ჯერ ჩემი ნათქვამი და საკონსტიტუციო სასამართლოს ნათქვამი, ცოტა თავმჯდომარის ნათქვამი, ცოტა მე მგონი უფრო განსხვავებული. ზუსტად მით უმეტეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გააკეთა სისხლის სამართლის პროცესის, მე ასე მუხლით თუ გაინტერესებს, ზუსტად ის შემადგენლობა დასვა, რითაც უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ გამოძიება, მაგრამ ამ შემთხვევაში რა ვხედავ? გამოძიებას კი არ იწყებენ. ჯერ უნდა დაიწყო გამოძიება, რასაც ქვია ფორმა ერთის შევსება და უნდა დაუძახოს. ბატონ ლევანი, რაზე გიჩნდებათ ეჭვი? აი, ძალიან ლოგიკურია, ხო? პირდაპირ გეტყვით. რატომ არ დაიწყო გამოძიება? მე ახლა უკვე დაწყებული დაწყებულია გამოძიება. ჯერ პირდაპირ გეტყვით, რა ხდება? როდესაც იხილება ჩვენი საქმე, ერთ-ერთი სენსიტიური საქმე, შემიძლია გითხრათ, გულისხმობლების საქმე და წინა დღეს ესეთი განცხადება კეთება, სადაც საქართველოს კონსტიტუცია მოსამართლე ბუგიანიშვილის და არა ბუგიანიშვილის რამე საერთოდ ზოგადად სასამართლოების მიერ უარყოფილია და გვაქვს შეიძლება სუბიექტური აზრია, მაგრამ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია. ჩვენ ეჭვი გიჩნდება ლეგიტიმური ამ შემთხვევაში, რომ კონკრეტულად ამ საქმეზე მიდის და არა მარტო ამ საქმეებზე ზეწოლა. მაგრამ ბუნებრივია, ჩვენ დღეს გადავხედოთ რა როგორ არის რა სიტუაციაში სასამართლო. სასამართლო დღეს ბატონო ნუკლი არ არსებობს, შემიძლია გითხრათ. თქვენ და მე ერთად დავამთავრე 2012 წლამდე, ერთად 2012 ჯგუფი არა პოლიტიკური მე და თქვენ ერთად ვაპროტესტებით 2012 წლამდე სასამართლოს და პროკურატურის სისტემას. დღეს ერთი ერთში ყავთ ის პროკურატურა და ის სასამართლო, რაც იყო 2012 წლამდე. არ მეთანხმები? რაში ვხედავ? რუსიძეში ვხედავ განსხვავებას? რუსიძეში ვხედავ, რომელიც გირგულიანის და მოლაშვილის საქმის ავტორ რუსიძეში ვხედავ მე განსხვავებას? ვერ ვხედავ განსხვავებას. მეცაც გეტყვი. თეთრაძის საქმე დავამთავრე გორცაკში. თეთრაძის საქმე ყველას კარგად გვახსოვს. თეთრაძის საქმის მოსამართლე თქვენ შეიძლება არ ციცოდეთ ვინ არის თეთრაძის საქმის მოსამართლე გაყლათ გოგინაშვილი რომელმაც მომავტა თეთრაძეს რომელიც მეორე დღეს გარდაიცვალა უგონო თეთრაძეს შეუფარდა ახლოთი ღონისძიების სახით პატიმრობა გავიდა თეთრაძე ისა რა ქვია გოგინაშვილს ვადა დღეს იცით სად არის თეთრაძე დღეს დააწინაურეთ სააპელაციო სასამართლოში პირადად თქვენზეა ვლაპარაკობ თქვენმა ხელისუფლებამ დააწინაურა სააპელაციო სასამართლოში და ის დღეს ზედამხედველია რისი პირველი ინსტანციის სასამართლო გასაგებია მოდით მივცეთ მე როდესაც დაინიშნენ ეს მოსამართლეები ვინ დაინიშნა იუსტიციის საბჭო დაინიშნა ზუსტად ასე საუბრობდა სააკაშვილის ხელისუფლება მე არ ვერები სასამართლო ხელისუფლებაში ზუსტად ამ ტონალობაში საუბრობდა ესე ჩვენ ბატონო არ გებრუნოთ პასუხისგებლობას დღეს სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე მოვლენებზე ჩვენ ქართული ოცნება არ გებრუნოთ პასუხისგებლობას რომ სასამართლო არ გებრუნოთ პასუხისგებლობას მომისმენ ახლა არა მაინტერესებს არ გებრუნოთ ბატონო ლევანი ერთი საკითხი კონდაკტ კიდე რაღაც არჩენი ოდნა მოგვიანებით ბატონო კისმენ ეხლა ნუ აი ლევანის განაც გამომდინარე ყველაფერი დამნაშავე არის ბჭყალებში არჩევნები. ეს მინდა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს. და მოდის ნიაღვარი აქედან იქიდან როგორმე ყველა მხრიდან როგორმე მოხდეს დისკრედიტაცია ხელისუფლების, რომელმაც 60 წელიწადში ძალიან ბევრი ამის გაკეთება მოახერხა. პირველ რიგში მოახერხა მშვიდობის, სტაბილურობის, თავისუფალი სივრცის. და ეს თავისუფალი სივრცით უკვე სარგებლობს ზოგი ასე, ზოგი ისე ბუნებრივია და ვერსად ვერ გავექცევით. ამას ჩვენ უსმენთ, რა თქმა უნდა, დიდი მოთმინებით და საზოგადოებამ განსაჯოს შემდეგ და მიიღოს გადაწყვეტილება სწორედ ყუთებთან, როდესაც ვინ იმსახურებს მართლაც სწორედ იმას, რომ მას კონდეს ქვეყნის საჭე. ბატონო კრი, ხელისუფლება, აი თქვენს ხელისუფლების წარმომადგენელს გარკვეულწილად პასუხების გაცემა გიწევთ პრეტენზიებზე, ხო, თქვენი ოპონენტი, რატომ ჩადგა ხელისუფლება ამ მდგომარეობაში, როცა შეეძლო მართლაც
განცხადებისთანავე მას აღეძრა საქმე, შემდეგ პაპუაშვილს მოუწევდა კონკრეტული ფაქტების თქმა პროკურატურისთვის აღიძრა ახლა თქვა ამის შესახებ პროკურატურა. 3 დღის შემდეგ აღიძრება ეს საქმე, იმიტომ მაგრამ თემა უკვე შეიქმნა, რასაც თქვენ საყვედურობთ ოპოზიციას. აი ეს თემა უნდა, თემებზეა საქმე, თემის აწევა უნდა და თუ შემდეგ კიდე არ არის შორს მიმავალი ვიძახი უკვე რაღაც სახიფათო ის ბადერო ვახსენე, მე სიმბოლურად ვამბობ, სახიფათო რაღაც კალი, რომელიც უნდათ რომ შეკრან. ხა ზოგი ამაში უნებლიეთ მონაწილეობას მიიღებს, ზოგი რა თქმა უნდა შიგნით არის ამაში ჩართული და იქით უკრაინიდან ოდესა ამბავი აქეთ-იქით ეს რატომ უმაღლესი თანამდებობის პირების ამ განცხადებებმა ბატონო რატომ გამოიწვია უნდობლობა უფრო ლოგიკური არ იქნებოდა რომ ყველას ხელისუფლებიდან ეთქვა რომ ეს ძალიან საგანგაშოა მართლაც ეს განცხადებები და მოდი მივხედოთ ახლა ამ საქმეს კიდევ ერთხელ მინდა გარკვევით თქვა და აი სრული რწმენით ვამბობ ამის რომ არც პრემიერი არც ქართული ოცნება და ჩვენი ხელისუფლება დღევანდელ აბსოლუტურად არავითარ გარკვეულ მითითებებს და არც არავითარი ბერკეტი არ აქვს ზეწოლისა სასამართლოზე და არავითარ ზეწოლას არ. თუ კი ვინმე იმყოფება ზეწოლის ქვეშ გარკვეულწილად ეს შეიძლება ვივარაუდოთ რომ ისევ არის ძველი ხელისუფლების ვალები რომელიც აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ეს არ არის მისი ბოლო თვეებია ფაქტობრივად ის არ ვიცი რა ვალდებულებაშია როგორ არის მაგრამ ძალიან გავს სწორედ ძალიან გავს აი ესე როგორ 4 წელიწადია ჩვენ არ მოვიქეცით ერდორანივით და 2000 მოსამართლეები არ გავყარეთ გარედან სამაგეროდ ვინც გჭირდებოდა ბატონო თქვენზე არა მაგრამ პიროვნულად გასაგებია რომ ამაში ვერ ცერებით და ვერ ჩაერებით თქვენზე არა მაგრამ სამაგეროდ ვინც გჭირდებოდა და ვინც ჩაიპირდებოდა ჯალათები ვინც იყვნენ ისინი დააწინაურეთ და იმათ 10 წლით გაუხარჯულეთ სიცოცხლე მაგრამ ბატონი ნუკრი ამბობს ბატონებად ნახეთ ბატონი ნუკრი ამბობს რომ თვითონ სასამართლოში წარმოადგენს საკანონმდებლო ხელისუფლებას ხო თქვენ საკანონმდებლოს და აღმასრულებელს ადანაშაულებთ რომ ისინი მართავენ სასამართლო სისტემაში პროცესს. აი მათი არგუმენტი არის რომ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩვენ არ ვერევით. მან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავად აირჩია ეს მოსამართლეები. კონფერენციამ თავად აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭომ. შეიძლება ვიდაოთ ლევანტინების ხელისუფლების მიერ რომ არ იყო წაგზავნილი და წარდგენილი სამი არამოსამართლეები. იქნებოდა თუ არა კვორუმი. ეს არის შეკითხვა რომელიც არაერთხელ დამისვამს. ზუსტად მაგაზია ზუსტად ექნებოდა თუ არა კვორუმი. ზუსტად ერთი იყო საუბარი მე პირდაპირ გეტყვით რომ ნაციონალური მოძრაობის დროს როდის იყო რომ ნაციონალური მოძრაობის რომელიმე ლიდერი საუბრობდა რომ მათ ჰქონდათ კონტროლი სასამართლო ისინი საუბრობდნენ ისინი დამოუკიდებელი იუსტიციის საბჭო განაგებს და ჩვენ არ ვერევით მათ ამ შემთხვევაში საქმიანობაში მაგრამ რეალობა სხვას გვანახებს ბატონო რას ხედავთ ბატონო განსხვავებას ხედავთ ჩამოც ბადეზია საუბარი და რაღაც ბადის ქსოვაზე ზუსტად უსამართლობის ბადის ქსოვის აი ბოლო ელემენტები დარჩა რაც იქსოვება და დამთავრდება შემიძლია გითხრათ შეიკრება ეს მე ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ რაც სასამართლოსთან ხდება მე პირდაპირ მაქვს შეხება ბატონო ნუკრი ერთი წუთი ძალიან შეკრობილი ხარ აი ამ იდეით და არა იდეა არ არის მე პირდაპირ მაქვს შეხება სასამართლო სისტემაში რაც ხდება ბოლო 2 წელია განსაკუთრებით რაც მურუსიძემ და მისმა ჯგუფმა მურუსიძის უკან კიდე სხვებით განანა შემიძლია ვილაპარაკო ჩაუგდეთ პირდაპირ სასამართლო ხელისუფლება ხელში დღეს სასამართლო ხელისუფლება არ არსებობს დარჩენილია ერთადერთი საკონსტიტუციო სასამართლო ალბათ სადაც სურვილი არის ერთი მურუსიძის თქვენ გარდა იმისა რაც პაპუაშვილმა თქვა თქვენ როგორც ადვოკატს და ახლა უკვე პოლიტიკოს გაქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია რომ აი კაბელების საქმე ახსენეთ ხო საკონსტიტუციო სასამართლოში რომ მოსამართლეების მიმართულებით რაღაც მოძრაობა არის გაქვთ ეს ინფორმაცია აი მარტივ მაგალითს გეტყვით როდესაც კაბელების საქმეზეა საუბარი წინა სასამართლო სტომის ეტაპი ესეთი არის სამართლებრივად ის იხილავდა მოსამართლე ჯუღელი რომელმაც სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა საქმე აყვეთი ღონისძიება შეუცვალა ჩვენ დასკვეშ ყოფებს რიგი მტკიცებულებებიც რო დაუშვება და რას ხედავთ ორ თვეში გავუვიდა მოსამართლე ჯუღელს ვადა და მას ვადა არ გაუგზელეს სამაგიეროდ გაუგზელეს მოსამართლე გოგინაშვილი თეთრაძის საქმეზე მონაწილე გოგინაშვილს ვადა და რა ხდება ამით კონკრეტული მესიჯი იქნა გაგზავნილი კონკრეტულად სასამართლოში მონაწილე მოსამართლეების მიმართ რომ ჩვენი პოლიტიკა დღეს აი ესეთია ურჩხავს ჩვენ არ გაუგზელებთ ვადა და ვინც კი მორჩილებაში გვეყოლება გაუგზელებთ ვადა და ერთს ვიტყვი როდესაც ქალბატონი კობახიძე საუბრობდა დღეს რომ
პროკურატურას ენდობა და პროკურატურის მიერ გამოძიება და პროკურატურა დადოს გამოძიების რეალურ შედეგს. რომელ პროკურატურას ენდობა ქალბატონი მანანა, სადაც 95% პროკურორების ისევ ის პროკურორები მუშაობენ. რომელ პროკურატურას ენდობა ქალბატონი მანანა, თქვენ შეიძლება ეს ინფორმაცია არ იცოდეთ, პირადად მიმყავს ქალბატონი მანანა, როდესაც ადვოკატი ვიყავი გამოკითხული, როდესაც ერთ-ერთმა პროკურორმა მოდულის კაპეზეში თავისუფლება აღუკვეთა როგორც ადვოკატს და გამოკეტა. იცით სად არის დღეს ის პროკურორი? დღეს ის პროკურორი ისევ ის პროკურორია და ქალბატონ მანანას არც კი გახსენებია, იქნების პროკურორი დღეს სხვა ადვოკატს და სხვა მოსამართლეებს კეტავს. საერთოდ არ აი ეს არის უბრალოდ გასაგები ბატონო, ერთ-ერთი იგივე სასამართლო გვაქვს ამბობს თქვენი ოპონენტი, როგორიც სააკაშვილის შეცვლილია. გასაგები დავამთავრე. ერთს ვიტყვი და მეც არ მინდა გაიგოს რომ ყველა მოსამართლე არის ესეთი. არის მოსამართლეების ნაწილი დარჩენილი, რომელიც ცოტა ხანში ვადას ამოწურავენ და დარწმუნებულია მათ ვადას არ გაუწევენ. გასაგებია რეკლამაზე უნდა გავიდეთ მანამდე ბატონი ნუკრით სასამართლოს ასეთი ვერსიები არა ბატონო ინტერპრეტაციები მოდით ვიცეთ საშუალება ბატონო ლევან ჩვენ კიდევ გვექნება დრო რეკლამის შემდეგაც ვრჩებით ჩვენ ბრიფინგი იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და იმაზეც მოვისმენთ თქვენ ეს არის ინტერპრეტაციები ბატონი ლევანის და მისი პოლიტიკური ჯგუფის გასაგებია ესეც არის საარჩევნო თვითონ აი ამ გარემოსგან გამომდინარე ეს ყველაფერი მაგრამ ერთი რამე კიდევ მინდა თქვა რომ თუ რომელიმე მოსამართლე რაღაც შინაგან რაღაცა გარკვეულად ვერ არის თავისუფალი ეს სხვა პრობლემაა მაგრამ ის რომ ხელისუფლება ანხორციელებს გარკვეულ ზეწოლებს ეს ნამდვილად ლევან ასე არ არის შეიძლება ჩვენ ვიდაოთ რაზე იცი რომ აი რატომ კარები არ გახსენით თქვენ როცა მოხვედით და ერთბაშად რატო არ გარეკეთ სულ ყველა თქვენ იღებთ ხარ ეს მაინტერესებს ამაზე სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე ქართული ოცნების ხელისუფლება იღებს რა პასუხისგებლობას ამაზე არ კი არა ყველაფერზე ვიღებთ ხელისუფლება ვარ და ვიღებთ პასუხისგებლობას მაგრამ მოსამართლე კონკრეტული მოსამართლე თვითონ იღებს თავისი წამსის შესაბამისად პასუხისგებლობას. რაც შეეხება იმას, რომ სასამართლოს რა თქმა უნდა არ ვამბობთ, რომ იდეალური და დამთავრდა ყველაფერი, ეს პროცესი ალბათ გაგრძელდება, ვარჩიეთ ევოლუციური გზა და არა რადიკალური გზა. აი ამაზე შეიძლება ვიდაოთ. ლევან, რატომ ცოცხი არ გამოვიტანე და ერთბაშად არ გავყარეთ უკვე. გასაგებია, რეკლამის ამბობთ იმას სწორედ, რომ არიან მოსამართლეები, რომლებიც ერთეულები არიან დღეს თუ თქვენი შეხედულებით ვიღაცისთვის არიან ათეულები და ეს ყველაფერი გაგრძელდება. გასაგებია რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, ველოდება ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ჩვენ სავარაუდოდ ვიხილავთ განცხადებებს და ეს იქნება გაგრძელება გიორგი მარგველაშვილის გუშინდელი გაკეთებული განცხადებისა. ვნახოთ რა სიტყვის პრეზიდენტის პრეს სპიკერი, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.